მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლები. რუსთავი 2 კომედი ჯგუფი წარმოგიდგენთ ყველაზე სახალხო და სახალისო შოუს გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხვდეს ამ სცენაზე სამი გზა არსებობს. პირველი, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ძაღლუკა rustavi2.com. მეორე, დარეკეთ ტელეფონის რომელიც მითითებულია თქვენს ტელეეკრანზე და მესამე, მობრძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5A. ახლა კი დავიწყოთ თამაში. პატივცემული კომისია ნიკოლო ზარაბიძე და ზაქ როინსკირველი გთხოვთ. ფერადები, ლამაზები. ოქ შემოგელა. ოქ შემოგ. როგორ ახართ? ჩამაყენეთ ასე შუაში, ასე. რა ფერ ხართ, ბიჭებო? ვართ რა? არა გვიშავს? არა გვიშავს? ხასიათი გვაქვს კარგი. გაცემის. გაცემისაც? აჰა. რა თქმა უნდა. იმედი გვაქვს აქვე რომ ჩვენი კარგი ხასიათის იმედზე არ არიან ისინი გამოსვლელები. ხო, შესაბამისად ხუმრობებიც ესეთი იქნება. ხო გაიგეთ. და როგორც დიდმა ზაქ როინსკირველმა ბრძანაწეხარ, თითო გოჭის ფულს მაინც გავატანთ. და უკვე საქმეა საერთოდ. იქნება ცუდი საახალწლო თითო გოჭი. შესაბამისად მინდა გითხრათ რომ გვარ კარგი განწყობა, მე ზაქ როსაც და ზოგადად ჩვენ ყველას, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის მანე. მაგრამ სანამ ახალი წელი მოვა, მანამდე კონცერტები 23-ში, 24-ში, 26-ში არის კონცერტი. რა კონცერტებია თქვი? ანუ შოუ, ქერისუბანი. სად? ფილარმონიის დიდ საკონცერტო ინფორმაცია მიიღო ქართველმა ერმა, ასე რომ ველოდებით ფილარმონიაში გადაიჭედება, ვიცი და ეხლავე იყიდეთ ბილეთები, დაჯავშნეთ, თორე იქ იქნება წეწვა მერე. წეწვა. დაიკავეთ თქვენი ადგილები, გავწიწეთ ველოდებით. სწრაფად და ორი სიტყვით ბორცზე. მონიტორი შუაზეა გაყოფილი თქვენ სახეებს აფიქსირებს, ღიმილი არ გამომეპარება. ვიცით ეს. ლურჯი თეთრი წითელი ღილაკი, ლურჯი ნიშნავს რომ ერთი წუთის ათვლა დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ ხდება ხოლმე და ამოიწურა, წითელი რომ გაგვეცინა და ფულები გადის სეიფიდან. შეგვიძლია დავიწყოთ? დავიწყოთ, დავიწყოთ. ფულის მეტი რა არის, ჩემო ნიკოლოს. პირველი მონაწილე, მაშასე. დავით ბერუაშვილი. აპლოდისმენტები. გამარჯობა დავით, გამარჯობა. სკამი დამჭირდება. სკამით დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, ეხლავე გაჩნდება სკამი. მოგესალმებით. გამარჯობა. საზეიმონურო გვესტუმრეთ. თბილისში ცხოვრობს ადამიანი. სავარაუდოდ აქვე. სპორტებით გადმოიბინა. უბანში. დასაქმებული ყოფილა. ყოველთვის დასაქმებული ასე წერს. ძალიანაც კარგი. მოწება საშუალო საყველი ქვეყანა, რა თქმა უნდა, სამშობლო საყველი სიმღერა ინდური. ინდური სიმღერა მოგწონთ. ნებისმიერი ინდური სიმღერა, ხო? ჩემო ზაქრო, ჩვენ შეგვიძლია წარმატებები ვუსურვოთ ამ ადამიანს და შეგვიძლია დავიწყოთ თუ კი შენს არაფერი გვაქვს შეგითხოთ. ვიდრე დავიწყებდეთ ტრადიციულად პირველი მონაწილე ბრძანდებით, აგიხსნით წესებს, ვიცი რომ იცით, მაგრამ მაინც 5 წუთი გვაქვს. პირველი 50 ლარი, მეორე 100 ლარი, მესამე 200 ლარი, მეოთხე 400 ლარი, მეხუთე დიდი ხანი არ მიქნია 1000 ლარი. 1000 ლარი ხო კარგია, თქვენ შეგიძლიათ მანამდე თუ თანხას მოიგებთ, ეს თანხა აიღოთ წარმატებული წუთის მერე და წაბრძანდეთ, მაგრამ თუ გააგრძელებთ, აი მათ ვერ გააღიმებთ, თანხას დაკარგავთ. მაგრამ დღეს გინდ მოვიგოთ. გინდ წავაგოთ. ჩვენ დაგასაჩუქრებთ აი ამ ზემოთ ხსენებული არაჩვეულებრივი კონცერტების 2 ბილეთით. როგორი პრიზია? გენიალური პრიზია. როგორი? დაგაწყნარებს, ფული ვერ მოიგე, არა უშავს ბილეთებიდან. გადასარევი. მზად ვართ? დიახ. დავიწყოთ. შესავალი თუ პირდაპირ ჩავთო დრო? პირდაპირ. მაშინ 3, 2, 1 Tipo bicho, daqui bicho. Mugendo bicho. კარგია. ერთად გაგეცინე. რაღაცასთან გვაქვს საქმე, რაღაცნაირი ჰუმორთან გვაქვს საქმე. სანამ გავარკვევთ რა, ეს მორჩა? მორჩა ეს. ის მაგნიტოფონი მაგრად დაგეხმარა. კარგია, 50 ლარი თქვენია, 50 ლარი თქვენია. წინა 100 ლარია. როგორ გირჩევთ? შევწყვიტო? მე გირჩევთ რომ გააგრძელოთ და თან შეწყვიტოთ. აი ეგეთი დამაბნეველი ვიყავი მთელი ცხოვრება. შევწყვიტო. არა, მე არ გირჩევ შეწყვიტოთ, ვაი და გააგრძელოთ. გავაგრძელო? ვაი და შეწყვიტოთ ჯობია? ვაი და მერე წავაგო? აი ეგეც არის, ვაი.
კარგად დაფიქრდით, მე არ მაქვს უფლება რამე გირჩიოთ. მე უბრალოდ რეალობას გეუბნებით. შეიძლება 50 ლარი დაიკარგოს, შეიძლება 100 ლარიც მოვიგოთ. რა ვიცი? თუ გაქვთ იმედი რომ 100 ლარს მოვიგებთ, დაევითამაშოთ 100 ლარს. შევწყვიტოთ 50 ლარზე. ვენინება, გაიგო სერგი 50 ლარი გადავწევ. არტივად გადავწევ 50 ლარი და 2 ბილეთი. 2 ბილეთიც გადავწევთ ამ ადამიანს. აბატონო, ინებეთ, ეს 2 ბილეთი თქვენ, გვეწვიეთ, კონცერტზე. დიდი მადლობა რომ გამომიარეთ. გაგვაცინებთ, რომ შევეცდებით რამდენიმეჯერ გაგაცინოთ. კიდე აქეთ რომ იქნებით შევეცდებით, არ არის პრობლემა. და კარგად გადავოდეთ. იცოცხლეთ, აბლოცმენტებით გავაცილოთ. აფანდის. დიდი მადლობა. მოდით, გააცინე და მოიგეში და წარმატებას გესურვებ. მეც მადლობელი ვარ, რომ მოვედი, გააცინე და მოიგეში და ავიღე ფული. წარმატება და დიდ მადლობას გიხდით. გენაცვალეთ. მიყვარხართ სულ. პირველი 50 ლარიც გაფრინდა, ეულად მარტო ერთი ცალი. ახლა ვნახოთ მეორე მონაწილე რა შემოგთავაზებს. ქეთი ბარამიძე. აპლოდისმენტები. რამ სიგრძეთ მაქვს ქეთის შეხედეთ. რამ სიგრძე მაქვს ქეთის. გამარჯობა ქეთი. 14 წლის არის სულ რაღაც ქეთი და რამხელა თმა აქვს. ახლა მე გამიხარდა თმა აქვს. 14 წლის თმა არის. გული ხარ? მე 14 წელი დამჭირდება ამ ხელა რომ გაიზარდოს. ზურგეთი. აი, აი, კლაჩემია. ყველა ძურპას ნივთი რომელიც გაგაჩნიათ კალამი. რა კალამია ეს? ქეთი კალამმა გააკეთა უკვე საქმე. იწერია ხუმრობები. ახლა შენ უნდა ივარდო და გადმოგვცე ჩვენისე. წარმატებები უსურვოთ ქეთის. რა თქმა უნდა. რაში დავხარჯავ ფულს არ წერია? არ წერია რა. არ გვეუნება. მე მგონი ლექსებისთვის იყირის მასალა. იქნება მოპიკრებული კაცო ნიჭიერი გოგო ეთხოვა. ძალიან კარგი, ქეთი. წესები ვიცით? მე წარმატებებს გისურვებ. შენ ახლა მითხარი, შესავალი თუ შესავალი? აბა გისმენთ. მე აქ მაინც და მაინც ფულის მოსაგებად არ მოსულ ვარ. ისე თუ რამეს მოგებნით, კი მუნახავ გზაკვალს. მით უმეტეს, თუ არაფერი შემეშალა, თუ თქვენ გაგაცინით და თუ გადაცემა მომავალ შაბათს 20 დეკემბერს გავა ეთერში. თუ რამდენთვის მუღრია თავი. ეს დღე ჩემი და ჩემი ძმის დაბადების დღეა, გილოცავ გიო. სიტყვა გამიქცა. მე აქ იმისთვის მოვედი, რათა კიდე უფრო შეგაყვარო ჩემი გურია. კუთხე, სადაც სიგარეტს ღერობით ყიდიან და ნაყინს ატლაკვით. სადაც ჭიჭკარზე შეიძლება ნახოთ წარწერა. ზარი არ მუშაობს, ზაღლი გააბღზეთ. მე გურიდან ვარ, ქეთი ბარამიძე. დედიან მამიან სულიან ხორცენა გურული. თუ გურულს რაიმე უავდლია, მათგან უკეთესები ავარჩიე. ჩემი ჭკუით ბოლომდე მშვიდობით უნდა გავიდე, მაგრამ თუ მაინც შეიგარეთ კიჭად არ გაიცინებთ, არ მეწყინება და სულ არ მეწყინება პირიქით. აქ მოწვევისთვის მადლობას იმით გიხდით, რომ ერთ სიტყვასაც შემატეთ თქვენ ლექსიკონს. გაჭინჭახული, ნიშნავს სავსეს. გურიაში ჭკვიან კაცზე იტყვიან. თავი ტვინი თავს გაჭინჭახულიო. ანდაც საიმ ფერადა ვარსკვლავებით გაჭინჭახული. ხვალ კაიდარი იქნებაო. შესავალი იყო ეგზომ საინტერესო. შესავალი გადათავა. ეს არ შეიძლება ხარ. ახალი სიტყვა გაგვემატა, გაჭინჭახული. ქეთი, ჩავწოდრო. ჩართ. აბა შენიცი, 3, 2, 1. აბა გაჭინჭახული. ჩვენონიკა რა ცნობილი ხარ ბიჭობაში. გურიდან ჩამოვიდი, არ მომჯაყო ამდენ ჯარში. რო იმასა გეიცინე. ცხესნო ჩამოუშვემაში. ფული თუ არ მივიტანი, სევი შემიშობს სახში. კარში ნაფერ გავატენო, შიშით ხომ გავთავდი ბავშვი. კუკურენ ფემთრალი იყო მერიდან ატანებამდეს დია ციცინათელას მომაგირებიო. ორი გურული ხდება ერთმანეთს. რა ფერ ხარ? გადასარევად. შენ მე გადვირე უკვე. რაც ხარ მომწოხარ, ეუბნება ექიმი პაციენტ. შენ ხომ ხარ დახატული? გურულს ეუბნებიან. ყოჩახ რამდენი შვილი ყოლია. მაიძამა ერთია, მაგრამ ნამეტარი ჩქარა დარბის. ქეთი ნუ მაშინებ გამოდი აქეთ. გამისკდა, დავბერდი კაცი. 50 ლარი ნიკოლოზ გაეღიმა. რაზე გაგეღიმა? არ იცოდი? ძალიან საყვარელი მიყვარს ეს ანეკდოტი ძალიან. მიყვარს ეს ანეკდოტი. ეს ბავშვიერო დარბის და რა არა ბატონო ერთია, მაგრამ ძალიან ცელკია. მეც მიყვარს. ყურადღება გეჩვენებო. კი ბატონო. 50 ლარი შენია. ქეთი 50 ლარი შენია, წინა სილარია. ვაგზელებთ თამაშს. 3 2
1 გრამიტოს ქორწილში დასაწერი ფული არ ქონდა და შორებელ მეზობელს თივა მიყიდა. კაი ხნის მერე მეზობელმა კითხა: "რაქენი გრამიტონ, რაფერ მეიხინე ქორწილში? რაფერ და 3 დღე მე ვიბღავლი და 3 თვე ჩემაძროხამო?" კაც ასამართლებენ. იმდენად ძიმეა დანაშაული, მოსამართლეს ყველა სასჯელი ეცოტავება. ბოლოს პროკურორმა მოითხოვა: "გურული ქალი შევხვდათო." მაგინა მეტანია. გურული ქალები ჯოჯოხეთში მოხვდნენ. მეორე დღეს ეშმაკი ღმერთთან მივიდა. ყველა ცოდვას ვინანიებ დაამტოვეს სამუდაო ჯოჯოხეთში და აი ქალი მომაშორეო. თავისდო მარე გლეხს ტუქსავს. ყველი რატო არ ჩააბარე? რა ვქნა ძამა? ერთი ზროხის ნაწილი ჩემ ბაღნებს ძლისყობს და აბა რაც სინაგაშა ჩემ პირში რძისწვეთ იმის ვერ არ ჩასულა. ჰა? რა გაიგე? ვერ გამიგე რა. სიადადები და რა წინადადება გაშიფრეთ ხო? მე ვერ გავიგე ბოლო წინადადებას. სიტყვით მივყვეთ წინადადებას და გამიგე. ძალიან ემოციურად ყვება. კი, ემოციურად ყვება, არტისტულად ყვება, კარგია. 100 ლარიც აქვს. 100 ლარიც აქვს კეთილს. წინ 200 ლარია. ვაგრძელებთ. აბა რა 100 ლარი. ძალიანაც კარგი. 3 მოვემზადოთ დარბაზი, პატივცემული კომისია. 2 1 შუქრიამ კაკოიე დაპადიშა. წავიდეთ ჩემსას ლობიოზე, ხალზე, მწვალიზე და ყველზე თითო ბოთლი ღვინო დავლიოთო. კაკოიამ ხუდი მოიხადა და ხელი ჩამოართვა. წუხარების მონაწილე ვარ. ჩემი შვილები დასაფიცელოთ, რომ ისე არც არ უგნია ღმერთს. გურულმა ლამაზი ქრივი გაიცნდა ზეცა შეღაღადა. ღმერთო ამფერი ანგელოზი ქრი უნდა იყო და ჩემი ჯოჯოსავიცოლი ქრიანიო? ერთ ალფეხა კაც პაპულა თალაკვაძემ შესთავაზა. ლატარია ვიყიდოთ, იქნებ რავი მოვიგოთო. ფეხებს მოვიგებ, უპასუხა იმან. მე აღჭირია თუ? ერთ ოჯახში პურმარილი გაწყვა. ახლა ერთი კეძზე გამოცხარი ჭადი დახატავდა ყველაფერს. რაც სინა მოგდა, მე ჩემსაც კეძზე ჭადი არ გამოცხარა. რეიზა ბიჭო, კეცი ჩაატანე დედა შენს? პაპულას დედა გარდაეცვალა. მოსამძიბრეებს ასე პასუხობდა. ცოცხალი თუ ყავს გადამეხადოს. ძალიან გამხთარი კაცის როხას ყიდა. რამდენი წვალი შეეკითხენ? 9 ლიც. თავი მოიწონა გამყიდულა. მე 1 ლიტა დაგილია წაძრობაზე რომ გაქვს მაიკისერი. სად გადავჭით? სად გადავჭით? 59 წამი. 59 წამი. წაძრობაზე რომ გაქვს მაიკისერი. მაიკისერი წასაძრობზე გაეცინა ნიკოლოზსა. 200 ლარი შენია. აი ეხლა კი დაფიქრდი. 59 წამი იყო. რამდენი ხანი იყო ახლა მე რა შენაგაშიას. ვაგზალებო ადამიანი იზრდება, მაგრამ თან მოიცადეო. თან ვაგზელებო რა ვქნა. ეგ იგივე ფურცლები არ იყოს და კიდე ახლები არ გეკონოს. თავიდან. კაი, წარმატებებს გისურვებ. მოვემზადოთ. 3 2 1 გზის პირას გაჩერებულ ჟიგოს 5 ქალი მიადგა. ნენა, 3 აი მანქანა იტალიაშია, გდებულა 4 მძღოლმა. ნატანებს ხომ გეიარს? ტანად პატარა, გამხთარი და მოკაკული ნასოფს ლეონიდემ კითხა: "რავა ახა, ტახივით, კი შემაძულე ღორისხოსი და სხვა შენი იცი?" ექიმთან ავამტყოფი მივიდა. ექიმო, საწოლიდან რომ ავდგები დედამიწა ბრო, სუ მაი მეტი არ გემეორო, მაგიზა დაჭრეს ჯორდანო ბრუნო. პაპულას დედა სიბერში სკლეროზი ჰქონდა. ერთხელ შვილმა ასაკი კითხა: "მოხუთ შეეშალა და იმდენად ნაკლები უთხრა, რომ პაპულა დედამიზე უფროსი გამოვიდა. ნენა, მამა ჩემო რომ გითხოვა, აქ დავხდი თუ სოფლიდან წამომიყვანეო?" ერთმა გურულმა თქვა: "შენ იცი მე რომ შევიცვალა და ვიხურავ, რაფერი სიტყვა სოხი მაქვს?" გურული და იმერელი სადილობენ. იმერელმა არჩევა ყველაზე გრძელი პრასი. გვალა დაახვიდა ჩაიდოპირში. მაი ძმა პიშა გაგეშავ და მიგასხმიეს კედელაზე ტვინ. ნენა, გევიგე თურმე პლანს ეწევი, ვინ გითხრა ნენა? ჩიტმა მითხრა ნენა. ნენა, ჩიტებ შენ ელაპარაკები და კიდო მე ვეწევი პლანს. აფუსფუსთა დარბაზი, აფუსფუსთა წავიდა და აეღო 200 ლარი არა ღირდა გარისკვათ ღირდა. რა ვიცი? მოდი პროფესიონალებს მოусმინოთ რა სიტყვიან. რა ვიცი, მე რა შემიძლიათ რო გითხრათ? მე უბრალოდ აი ანეკდოტებისგან თუ ნამდვილი ისტორია ეს ყველა არის ძალიან ცნობილი ამბავი, რომელიც აქ მოვისმინეთ. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ მე ახალი დღეს არ გამიგია არაფერი აქ. და ალბათ მის ბრალია. ალბათ იმის ბრალიც არის, რომ ეს ხუმრობები თუ ანეკდოტები არ იყო ისე დალაგებული ჩემი აზრით. მე ვამბობ ხოლმე ამას თითქმის ყველა გადაცემაში, რომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 50 ლარზეც რაზეც შეიძლება გაიცინოს ადამიანმა იგივე ხუმრობაზე, შეიძლება 200 ლარზე
შესაბამისად იზრდება ყველაფერი და უნდა იზრდებოდეს ხარისხი სასაცილო ისტორიის თუ თანხაში არის წინსვლა, ასევე უნდა იყოს პროგრესი. რა თქმა უნდა. მართლაც არის ძალიან ცუდი, მაგრამ სქეთი ალბათ არ გაითვალისწინა და საერთოდ ბევრი გაითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ვიცით ეს ანეკდოტები. ანეკდოტებს ხანდახან დაიმახსოვრე. გამოვიდა და მეგონა ისეთი კარგი ისტორიები ხდება და ველოდებოდი ხოლმე. არა უშავს, კიდე მოვა, კაცო, კიდე მოვა. მანამდე გადაცეთ 2 ბილეტი კონცერტებზე მოვა. ეს ბილეთები შენ, აი ეს აპლოდისმენტები შენ. დიდი მადლობა რომ გესწრები. გაიხარე. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით თავი ორს მოწვევისათვის. სამწუხაროდ წავაგი, მაგრამ არა უშავს მე ორჯერ მოვალ და იქ შეიძლება გამართოს ბეჭდი. ნახოთ შემდეგი მონაწილე როგორ ითამაშებს, რა პრინციპით, რა სტრატეგიით. შემდეგი მონაწილე გელა მესხი აპლოდისმენტები. გამარჯობა გელა, გამარჯობა. მოგესალმებით. ადამიანებს ასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. ანკეტასაც გადავავლეთ თვალი. ბატონი გელა მოზარდია ხო? საინტერესო თქმა შეძლებული. ასაკი ჯერ ისევ მოზარდი. ბატონო. ძალიან კარგი. ეთყობა თვალზე. არა, არ ინერვიულობ, თმაც მოზარდია და თქვენ. თუ გაცვინდა რაღაც გეიზდება. ყველაზე მხიარული ადამიანი, რომელსაც იცნობ, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდიო. აბატო. იშ, კაია, კარგია, რო არ წერი ხარ? კი ბატონო, მაგრამ სამაგეროდ ბევრი არჩევანი აქვს, როგორც თქვა და ვერ ჩამოყალიბდება მალე. ძალიან კარგია, რომ თქვენ ზირული ასეთი ხალხი არსებობს, რომ ასარჩევად გვაქვს საქმე. ასარჩევად გვაქვს საქმე. რა ვიცი, ზაქროს თუ აფერი შეგიტყვი, შეგვიძლია დავიწყოთ. კაი მოზარდი ჩანს და მოусმენ. კაი მოზარდი. როგორც ძალიან კარგი. გურული. ხოჭა კაი მოზარდი ხარ. გელა, წესები ხო ვიცით? კი. ვიცით? შესავალი თუ პირდაპირ დრო ჩავთ? არა. ჩავთოთ. ჩავთოთ. წარმატებებს გისურვებ 3 2 1. ერთი ვანელი ნათესავი მყავს, იმნაირი ზარმაცია, იმნაირი ზარმაცი წელში რო არ მოიხაროს, ტუალეტი ასეფერში გააშენ. ცოლი უარესია. ძილიცინ ბავშვისთვის ცხაპლების მოყოლა რო ეზარება გაზავოების თალეთით აძინებს. თან კილერივით კონტროლსაც უგეთებს. გაღარიბებული ვეტერანი ფეხბურთელი მშიერ კურს შესანიშნავი ფინტით ატყუებს. დიაბედიანმა იმდენი შოკოლადი ჭამა, შაქარი ზეცამდე აეცა. აიქენი ქვას დადები, გაილვი და წინ დახვდებაო. ეგი ჩემ ამხანაგმა პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო და ზოგში დააზილეს ქვიანად. მიაწიეს ზურგში. ზურგში დააზილეს ქვიანად, რა მაგარია. კარგია, ნიკოლოს გაეცინა, ზაქროც აყვა. 50 ლარი შენია. ვაგრძელებთ თამაშს. კი. ვაგრძელებთ. 3 2 1. ჩემეზობელს ისეთი გამოულეველი ლურჭკიანი ბავშვი ყავს, პამპერს სახეზე უკეთებენ. ერთხელ ისე მაგარ სექსუალურად გამევიყურებოდი, დაჟე გოგუების კალგოტკებსაც ჩემსკენ ევარებოდა თვალი. გაციებულ მასთმიანმა ისე სწრაფად ინიავებდა მარაოს ესტუებზე ლოლუები ეკიდა. ერთხელ საჯომზე იმდენი და იმხელა ძილმაგარეები მქონდა, ძილმაგარეებზე ვжდებოდი. გოგო ვიცი, იმნაირი პატარა და საცოდავი მკერდი ქონდა. შვილი რო შეეძინა, რძე მის ქმარს მოუვიდა. იმნაირი მორცხვი და ქალი მყავს, შვილს თვალებს უხობს ზუზუს ჭამის წინ. ერთხელ ჩაწყობით გამარჯვებულმა მის წყალდუღოს ყულზე მოკლე ფეხები ქონდა. ნერვოზიან სვანს. არგია, გაეღიმათ ბიჭებს 100 ლარი შენია, წინ 200 ლარია, ვაგრძელებთ თამაშს? ვაგრძელებთ. წარმატებებს გისურვებ 3 2 1. კობა ბარათელზე ვარ დაკვირვებული. ისე თუხთუხა გაცინება იცის, ქალი რო იყოს, უეჭველი ამოვარდებოდა ზუზუები ლიფიდან. მოჭი და ოჯახს თავს. გოჩა თანდარაშვილი კიკუს როლზე რომ ყოფილიყო. შენ 10 თუმანი და არ გაიძრო, რას გავხარ შენი? და თუ თაშხია იქიდან მაუზერით. იძრობს გონია დოუმატე კიდო. ვანო ჯავახიშვილს შვილობაზე ხრებზე დიდი თავის გამო სვიც თურმე ფეხებიდან ასმევდნენ და ხთიდნენ.
კოჩა თანდარაშვილი რატოა ასე სუსტი გაზვალტავებული თურმე ისევ შიშარა ყოფილა, ისევ შიშარა ბავშვობაზე კურს თურმე სულას არიელებდა. იშა ანდღულაძე ისე ღმად ყოფილა თურმე ქალების როლები შესული ისე ღმად. დაკონცხული ნაფსამა იმის გზზე კაცი. სანამ შენამდე მოვიდა შეწყვიტე ხო გიგივით სანამ მოგადგა სანამ მოგძდგა არა მე მაინც გითხრათ სიმართლე ხა იმაზე არ გამსცინებია რომ იშანდულაძე ქალის როლს ასრულებს რაღაც მე ზოგადად იმ ჩამონათვალზე მეც ყველა ჩვენზე როა თქვენამდე მოაწევს გული მიგზო 200 ლარია მომილოცავს 200 ლარი წინ 400 ლარია ვაგძელებთ ვაგძელებთ ან ხოლო გავაგძელებთ ან ხურობას ჩამავთავრეთ მაშინ იშას კარგი 3 2 1 ამასი ლუდები უსვია და იმდენი ბუქნები გოუკეთებია მის მერი აქვს თუმცა კოპწია ტრაკი ერთი იმდარი კოჭლი მეზობელი ყავს ანგელოზი ფარველი ანგელოზი ხრებზე ვერ უჩერდება ზუგზე ყავს მოკოტებული საწყალბა ბუაჩემს ისე ნელა მოვიდა სული პირიდან მიქელ გაბრიელის ცხენმა სამჯერ მომიფუნა ჭიშკართა მის მერე რომელია დედა საწყალბები აჩენს იმხელა ტოტებიანი ნიფხავი ეცვა კი იყო მარყუჯიანი იარაღით რო გააკვირდა და ხმა კი არ ამოდიოდა მარა სამა ზაქროს გაეცინა თან ეს მარტო ამბავზე არა იცი რა არის ხუმრობები სადმე ხო არ არის გაკეთებული ისა რა მონიტორი სადაც შპარგალკა ხო კითხულობს რა აშკარა ნუ ფაქტი ერთია შპარგალკა თუ ისა 400 ლარი გაქვს არ არის პატარა თანხა ვიმეორებ არ არის პატარა თანხა სუფლიორი დგას და არ ვიცით უკა გვემალება სადღაც სუფლიორი წინ 1000 ლარი არის მაგრამ დაფიქსდი აბა ბებიამ თავისი გააკეთა მეგონი ანუ შევწყვიტავთ არა არის რამოდენიმე მაგრამ აი შევწყვიტა საბოლოო გადაწყვეტილება 400 ლარს დავკმაყოფილდები შეგიძლია აპლოდისმენტები 400 ლარი და რაღაც მაუნდა 400 ლარი ერთა კონცერტი აბარა ჯერ 400 ლარი კომარტირა მაუნდა კონცერტი ბილეთები უმეტესი მადლობა აპლოდისმენტები გავაცილე მერი კარგი გადაცემა ისეთი კარგია შეიძლება მეუბნებაც ისურო მოსვლა ხოდი ვნახოთ შემდეგი მონაწილე რა სახის იუმორს შემოგთავაზებს ნუგზარ ეგნატიშვილი აპლოდისმენტები ამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით ყველას იცოცხლე წეგან ბატონმანი გამახსენა რომ აქ იგივე ვნახე ყველაფერი ახალი არ ყოფილა და მე მინდა ახალი რაღაცები შემოგთავაზოთ ძალიან კარგი მე დღეს თქვენ წინაშე წავდგები სახუმარო ლექსებით და შესავალს გავაკეთებ თუ შეიძლება კი ბატონო მანამდე ჩვენ გაგესაუბრებით ცოტას და მე გინდა შესავალი გააკეთეთ თქვენ და რაღაც 27 დანდებით თბილისიდან განათლება თლიანად განათლებული ყველა ძვირფას ნივთი რომელიც გაგაჩნიათ ყანწი ზომა ყანწის თავი ეგ არის ზომა ხო სავარაუდოდ ჩაის დალევა გეყარებათ ყანწი ჩაის ძეს კარგი გაჯობია 3 ლიტრიანი ჩაი ყანწი რა ვიცი კი ბატონო წარმატებები მინდა გისურვოთ დასაწყისად ერთ ლექს შემოთავაზებთ კი ბატონო უნდა მცდილობ რაც არ ვიცი რომ ხალხისგან ავითვისო თუ სულ ყველა არ მიყვარდეთ სახალხობას არ ვეღირსო რა გინდა დიდი ჯილდო მომცეთ გამახვიოთ ცეცხლის ალში მე ყველაფერს მირჩენია თქვენი ცქერა თქვენი დაში აი დაში აი ხარეთ კარგია ჩავთოთ რო წარმატებებს გისურვებ 3 2 1 ძალმა დედამთილს ქვაბი ესროლა ყურზე დახკიდა ცხელი ხინკალი აფთართა ბძოლა ძნელი რომ იყო თვალებზე ბინტი გადავიკარი მაგრამ მე ერთი რამე მაოცებს ჭკუამ ტრებსაც კი დაამოყრებდა ნამდვილი დედის აღზრდილიშვილი ამ დროში ხინკალს გაოხრებდა ჩემი ლექსების საკითხით ყველა სიცილი გელით ნერვებს შაქარს და ინფარქტებს სიცილ კისკისიშვილის არ მინდა წნევის გარკვევა და არც ვენიდან სინჯი ჩემი ლექსები დაჯდება სულ 2 კონა კენძი
გადასახდელი ვალუტარო არის ორი კონა ქინძი თუ შეკურ აკურსია ქინძის ფულის გვაქვს ორი კონა ქინძის ფული არის 4 მოვა 4 ცისტერნა რა ვიცი ტომარა ქინძის ფული არის ჯერჯერობით 50 ლარი თქვენია ნახოთ შემდეგი 100 ლარი როგორი იქნება ნახოთ 3 2 1 ღმერთო რა ხანა დაგვიდგა როგორ აქვს შალაბუნებამ კაცი აღარ ვარ მომქანს ამდენ სიახლის ყურებამ ერთ გასვენებას დავესარ გავკარგე აზრი ფიქრები მკვდარი გუბოში ესვედან ტანგოს უკრავდნენ ჯიგრები ღმერთო ცოტა მომეშველე არ დამუნჯდა იმას დარდობ რომ მინდოდა ბევრი მეთქვა მადლობასაც ვეღარ ვამბობ მაგრამ ერთს კი მოგახსენებ თქვენ თვალში რომ არ დამცირდე თუ სიცილი და გავიწყოთ კუპონივით გავთახსირდ კვერცხის ფასი რომ ითხრეს ლამის გული გამისკდა ხალხის სოდიდ დეზევსეს უწყლულები გამიჩდა ალბათ მიხვდით რა ცხარობ რა ფიქრებმაც წამიღეს ქათამს კლავ თუ შევახტე ეს ბიბილო გამიხდეს დავთავდი კაცი მე თქვი თავია საკუთარ თავდებობა ნიკოლას გაიგე უსათაურო ლექსი მიტყვა ცუდი დასაკეთე თავი ხო ლექსი უბრალოდ დავებენი ვეღარ ვთქო ეს იყო მამლის შივილი ხო მამლის შივილი ხო ახლა კი ვიცი უკვე ვის შივილიც იყო მანამდე გათავდი კაცი მანამდე ესე იგი მამლის შივილმა 100 ლარი მოგვაგებია კი ბატონო წინ არის 200 ლარი ეს კაი მიმართულება ესე ლექს აგიკითხავს და უნდა გამოიცნო რა ლექსია რა ლექსი ვისია რა არის და როგორი ვაგრძელებთ აბა 3 2 1 რა ქათმები გამომადგა კვერცხებს ისვრიან საფანტივით შებრაწული ერბო კვერცხი ყოველთვის მაქარავ ჩივი საკითხავი არის ის რომ ზივარ ფიქრო ვიფხან კებას დღეში იმდენ კვერცხს დებენ რასაც თვეში ვიღებ ხელფას 5 მილიონ კუპონს ვიღებ ზოგიერთი კიდემ ძრახავს თავი არ მაქვს მოსაკლავი ქათამი რო შემინახავს ღმერთო ამაშლილი მიწაზე რამდენი დარდი გაგვიჩნდა გავაპარტახეთ სამშობლო რაც თურქეთის გზა გაიხსნა დაიძრამ თლაც საქართველო დალეკე სარფის კარები ფავშმა ქალმადუ მოხუცმა სტამბულს ააგეს კაროები დაიძმაკაცეს თურქეთში ოღლის სულთანი ომარი ხალხორას აღარ ჩადიან ოღონთი შოვონდ დოლარი მიაქვს და მიაქვს ტონობით ჩაის ფხვნილი დამარცლები რეზინიც აღარ დატოვეს ხელი თუ გიჭირავს საცვლები დახსნეს დაგჯიეს დაფრიდეს ტროლეიბუსის ხაზები ოჯახში ქოთნებს დავეძებთ აღარ გვაქვს უნიტაზები ახლა თუ ახალ ციხეში საბაჟოსკარი გახსნესა ტყვრით გაიტანენ თურქეთში 9 სართულიან სახლებსა ღმერთო ცოლს აღარ ვენდობი ფიანდაზად რომ გამეგოს შიშობ რომ გავყვე თურქეთში მამლუქის ბედი არ მერგოს ერთი 20 წელი დააგვიან ამ ლექსვალა მოსულა ჩვენამდე მაგრამ მაშინ ჩვენი პროექტი არ იყო არ იყო უბრალოდ 20 წლის წინ სულ რაღაც 2 წელია ისე დაიწყო მეგონა ისა მამლის ჩივილი 2 გამოდიოდა მამლის ჩივილი 2 რა მაგარი კარგი 200 ლარი შენია შვენივრად მიდიხარ შვენივრად წინ 400 ლარია ისევ ხასავდა არ უნდა მეთქვა შვენივრად მიდიხარ თქო რა დაფიქრდი კარგად არ ლექსები მაქვს მაგრამ მე მარტო აქ გადაცემაში ის არ მოვედი რომ დაგვიკითხე მაშინ საჩუქრა მაშინ 200 შენია შევწყვიტო თამაში ლექსი გვაჩუქე უბრალოდ ლექსების მარაგი მაქვს მაგრამ თლათ პოლისთვის არ მოვსულ ვარ მინდოდა ეს ჩემი ლექსები გამეცნო თქვენთვის გაიხარ ამიტომ მე წეგან რო შემოვდიოდი ვანო ჯავახიშვილს გადავეცი ერთი ლექსი თქვენი ჟურებისთვის სახელად ღვინის სადღე გრძელო ამას შემოგთავაზე და მე თქვენს ისწავლეთ კი ბატონო აბა სითხე ხარ სხვა რაფერი შენი სახელი ზღაპრულობს ყველა გაგირბის დამაინც ყველა გეძებს და ნატრულობს შენი შხეფების ჭირიმე სუფრაზე ყველა სტოლი ხარ თოკიდან რომ მორაკრაკებს სარა ჯიშვილი მგონი ხარ ვინ გაგაჩინა პირველად ვინ გაგიშალა ზეწარი შენ თუ არა ხარ სუფრაზე გოჭიც კი გარბის შემწვარი იყო დრო შემადლიანო გულში გიკრავდნენ გაკებდნენ აფსუს რაფერი სიყავი სანამ წყალს დაგიმატებდნენ ორა ურჯულო ვინ ხარ ყველას გვაცინებ გვატირებ ჩდებით შენ თვითონ გლოცავ და ვკვდებით შენ თვითონ გვაცილებ ქვევში რომ მოიკალათებ თვას რად მიშვები დამცალე მინდა რომ ყველას გიყუროთ ცოტა სიცოცხლე მაცალე ვიცი სიცოცხლეს მიმოკლებს განა არ ვიცი ვინც ახარ ფეხიც რო გამაფშეკინოს რა ქნა ვერ ბალავ მიყვარხარ აი რატო ვარ საყვარი რუთი ხარ ესეთ ლექს მოგიყვება სუბრაზე და მე გეტყვი რატო დალიეო ეგარ როგორ შეიძლება სუბრაზე რატო ვარ საყვარი რუთი ხარ როგორ მიერთება რატო გასწავლ რა მთხარცა გან დაო მეტოდა ორაზი მასეს ხეო და ორი ბილეტია რა ორი ბილეტიც მასეს ხეო ეს და ორი ბილეთი რისი ბილეთი ხო ის ალ 200 ლარი შენია აპლოდისმენტები შენია მადლობა ძალიან კარგია ეს გადაცემა გააცინდა მოიგე
გავაცნე და მოვიგე 200 ლარი და რა თქმა უნდა სახელმწიფო ბილეთებიც მოგზავნით, გააცნეთ და მოიგეთ. ბარემ შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გამოვყო ჩვენი პირველი გამომსვლელი. რო შემოირბინა, წავიდა. და რა ვიცი, ყველა მონაწილეს რა თქმა უნდა დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. მელექსე მინდა გამოვყო კიდევ. საერთოდ მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პატარა გოგონაც, გურული გოგონა, კაი გოგონა იყო. ქონდა არტისტიზმი რაღაცა იქნა, აი რაღაცა ისტორიებში. ცოტა დაგვაკდა ალბათ ასე რომ ძირითად კურსი ანეკდოტებზე ქონდა და იმან დაღუპა ასე ვთქვა, თორე შეიძლება. თუმცა ყველა ეს გამოსწორებადია და მომავალში იმედია ეს მსგავსი შენიშვნები აღარ მე სუმჯერა და იმეს ვიდეო რომ გაითვალისწინებენ ყველას ვინც მოიგო თანხა კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო, მაგრამ არ დავწყვიტეთ გული არავის და სამაგეროდ ჩვენ კონცერტებზე დავპატიჟეთ. დიახაც, ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი. რომელიც გაიმართება. დიდი მადლობა ყველას. რა თქმა უნდა, დარბაზ, ძალიან მადლობა ბატონო გიორგი. და თუ გინდა გადააგრძელება მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ, რომ ხართ ესეთი ობიექტურები იყავით, ესეთი კარგები, მადლობა თქვენ. და კიდევ ერთხელ ვიტყვი და გავახსენებ ყველას 23, 24 და 26 დეკემბერი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. ვანო შოუ, კომედი შოუს ბიჭები, გენიალური კონცერტი გელოდებათ გემშვიდობებით. შვიდობებით. უნდა რა მოხდეს ბატონო.